და ვინ არიან მერის მოადგილეები, ვინ იღებს გიორგი ერმაკოვთან ერთად ქალაქის მართვაზე პასუხისმგებლობას. ახალი მერის ახალი მოადგილეები პროფესიით ფინანსისტები არიან. ბაგრატ მანუელიძის სამუშაო გამოცდილება ძირითადად საბანკო სექტორს უკავშირდება. იგი ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სხვადასხვა ბანკში მუშაობდა უფროს და წამყვან ეკონომისტად. 13 წლის განმავლობაში კი საქართველოს ეროვნული ბანკის, საჭირის ავტონომიური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარედ მუშაობდა. 2006-2007 წლებში კი VTB ბანკი ჯორჯიას ბათუმის ფილიალის მმართველი იყო. რაც შეეხება ზურაბ ბერიძეს, იგი ბათუმელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტიდან ახსოვთ 2004-2008 წლებში ბათუმის საგადასახადო ინსპექციის უფროსი გახდა. 2008 წელს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონული ცენტრის უფროსად მუშაობდა. სწორედ ამავე წელს იგი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს. 2011 წლიდან კი აუდიტორული კომპანია შეპესე აჭარა ელიტ აუდიტის დამფუძნებელი და დირექტორია. ალეკო მითაიშვილი ვიცემერის პოსტზე სამშენებლო ბიზნესიდან მოვიდა, მანამდე კი 2002-2004 წლებში საქართველოს ფასების სახელმწიფო ინსპექციის უფროსად მუშაობდა. 1995-2002 წლებში საზღვაო სააგენტო შეპესე ინფლოტი ბათუმის კომერციული და გენერალური დირექტორის პოსტები ეკავა. 1994 წელს იყო საქართველოს საზღვაო სანაოსნოს წარმომადგენელი დიდ ბრიტანეთში სამსახურის უფროსებმა პირველი დავალებები მერისგან უკვე მიიღეს.